გიგი უგულავას და მისი ქვისლის გიორგი ღონიაშვილის საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ოფშორული კომპანიებიდან ფულის მიღებას და გათეთრებას ეხება, დღეს ბრალი წაუყენეს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროს დავით ჭედიას, თუმცა ის არ დაუკავებიათ. ნაციონალები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკური დევნა გრძელდება და არც ერთ დაკავებულს კანონი არ დაურღვევია, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ საგამოძიებო უწყებაში. თბილისის მერიის მაღალჩინოსან დავით ჭედიას ბრალი დღეს დილით წაუყენეს, თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ. მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაკითხვისა და ბრალის წარდგენის შემდეგ მალევე დატოვა. საგამოძიებო უწყება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, რაც თავისუფლების 3 წლით აღკვეთით ისჯება. 2014 წლის 25 აპრილს ქალაქ თბილისის მთავრობამ დავით ჭედიას დავალებით მომზადებული საკითხის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს გუდაურის სკი რეზორტისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებებისგან განთავისუფლების შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი. საქმე, რომელიც დავით ჭედიას სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა, გამოძიების ინფორმაციით გუდაურის სკი რეზორტისთვის $193,500 პირგასამტეხლოს ჩამოწერაა, რომელიც ამ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 2013 წელს დაეკისრა. საქმეში ჭედიას გარდა გიგი უგულავას ქვისლი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ღონიაშვილი და გუდაურის სკი რეზორტის მფლობელი გიორგი კაპანაძეც ფიგურირებენ. აღნიშნული შესახებ ცნობილი გახდა გიორგი ღონიაშვილისთვის, რომელმაც შპს გუდაურის სკი რეზორტის ფაქტიურ მფლობელს გიორგი კაპანაძეს შესთავაზა 50,000 ლარის სანაცვლოდ ქალაქ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან საკუთარი კონტაქტების გამოყენებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებებისგან გათავისუფლება. გიორგი ღონიაშვილი დაუკავშირდა თავის ნაცნობს ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროს დავით ჭედიას, რომელსაც სთხოვა გუდაურის სკი რეზორტისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს მოხსნა. გიორგი კაპანაძე მეტსახელად რიჟა მთავარი მოწმეა გიგი უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის საქმეში, რომელიც წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ოფშორული კომპანიებიდან ფულის მიღებას და გათეთრებას ეხება. ღონიაშვილი სწორედ გიორგი კაპანაძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. ისევე როგორც გიგი უგულავას და მისი ქვისლის დაკავება, დავით ჭედიასთვის ბრალის წარდგენა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე გუდაურის სკი რეზორტისთვის ვალის ჩამოწერის პერიოდში თბილისის მერის მოვალეობას ასრულებდა და აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლებს, მათ შორის არც დავით ჭედიას კანონი არ დაურღვევიათ. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გუდაურის სკი რეზორტის ხელშეკრულებაში ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შევიდა, რის საფუძველზეც კომპანიას ვალი უკვე მერიამ ჩამოაწერა. ცენტრალურმა მთავრობამ ამ საკითხის განხილვას მოანდომა 6 თვე და 6 თვის შემდგომ თანხმობა განაცხადა ინვესტორისათვის ვალდებულების გადავადებაზე. სწორედ ამ პერიოდზე დაერიცხა მას პირგასამტეხლო, რომლის მოხსნაც აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი იყო. ბატონ ჭედიას მიმართ ბრალის წაყენება არის წმინდა წყლის პოლიტიკური აქტი. ჯარიმა კანონიერად იქნა მოხსნილი და კანონიერად ჯარიმის მოხსნით ვერ დაზარალდებოდა სახელმწიფო. ეს იყო ინვესტორის ხელშეწყობის მიზნით და თვითონ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო ასეთი. დოკუმენტი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ, 2013 წლის 21 ივნისით თარიღდება და ის გიგი უგულავამ საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. თუმცა არის თუ არა დოკუმენტი ორიგინალი ცნობილი არ არის, რადგან ის არც ოფიციალურ ბლანკზეა დაბეჭდილი და არც პრემიერის ხელმოწერა აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებებსა და გუდაურის სკი რეზორტის საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. ვერანაირ პოლიტიკურ დაკავებას ამას ვერ დაარღვევენ და საერთოდ ჩვენს ოპონენტებს ჩვევიათ, რომ ჩვეულებრივი ფინანსური მაქინაციები აიყვანონ პოლიტიკურ რანგში და ვიღაცა ფიქრობს, რომ პოლიტიკოსობა ან პოლიტიკურ რანგში აყვანა რაღაცა მეხამრიდია და იმუნიტეტია და მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანაბარი და აგებს პასუხს. დავით ჭედია მერიაში ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მისთვის პატიმრობის შეფარდებას არც სასამართლოში მოითხოვს და მხოლოდ გირაოს დაკისრების შუამდგომლობით შევა. სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.